დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ სამხატვრო აკადემიის გამოცდაზე. ალბათ უკვე ყველა მიცით, რომ გამოცდაზე დაგხვდებათ ნატურა, ჩაცმული ნატურა არის, ანუ ასე ვთქვათ, ფიგურა ადამიანის და რას უნდა მიაქციოთ პირველ რიგში ყურადღება. პირველ რიგში ყველაზე უმნიშვნელოვანესი დეტალი არის კომპოზიციური განაწილება. თქვენი ფურცელი არის სასწორი. არც მარჯვნივ უნდა გადაგიყირავდეთ თქვენი ნახატი, არც მარცხნივ. აი ძირითადი სიმძიმე ამ ფიგურის უნდა გადავანაწილოთ ცენტრში. მეორე დეტალი, რასაც დრო უნდა დაუთმოთ, რა თქმა უნდა, არის ფიგურის აგება. აუცილებლად გაზომეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ფიგურის ხატვა ნასწავლი გაქვთ კონსტრუქციით, ადექით, გადგით შორს ეს თქვენი ნახატი, მინიმუმ 2-3 მეტრით უკან გამოიწიეთ და ახლოდან ვერ ვაფასებთ ჩვენ ნახატს. და შორს გავდგავთ ნახატს და საერთოდ სხვა რეალობა არის ხოლმე. ამიტომ აუცილებლად სანამ დააკონკრეტებთ, სანამ დააკონტურებთ და ასე შემდეგ, მონახას როცა გააკეთებთ, გადგით შორს და შეხედეთ. თავიდანვე დაინახეთ რა გეშლება, სწორად რომ სწორად წარმართოთ პროცესი, რომ გამოცდის მეტი დრო დაუთმეთ აგებას და შემდეგ უკვე გადადით დაჭრილვაზე. მესამე რეკომენდაცია შეეხება დაჭრილვას. ყველაზე ხშირად რა ეშლებათ ხოლმე ნატურის ხატვის დროს. თავს დაჭრილავენ, ხელს ალკე დაჭრილავენ, ფეხს ალკე დაჭრილავენ. გეგონება დაქუცმაცებულია და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ორგანოებს ერთმანეთს. ასევე შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუდიაში, გაიაროთ რამდენიმე გაკვეთილიანი კურსი და თქვათ, გაიმყაროთ ის ცოდნა, რაც გაქვთ.